ისტორიულ პროცესად ქცეული სახალხო პროტესტის 71 დღე. ქართველი ხალხი კვლავ მტკიცედ აგრძელებს ბრძოლას და მოითხოვს ცვლილებებს. ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის მიზანი, რომელიც ათასობით ადამიანს ამოძრავებს. სამოქალაქო აქტივისტები მტკიცედ აცხადებენ, რომ ვერც დრაკონული კანონები და ვერც რეპრესიები ვერ შეაჩერებს მათ ბრძოლას და რუსთაველის გამზირი კვლავ დარჩება პროტესტის ეპიცენტრად. ჩვენი ჟურნალისტი დავით კობიძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე. უწყვეტი პროტესტის 71 დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ისევ არის მოქალაქეების შეკრების მთავარი ადგილი. ჯერჯერობით ამ დროის მონაცემებით რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი არ არის, თუმცა ეტაპობრივად მოდიან აქ მოქალაქეები, რომლებიც ამათი ორ თვეზე მეტია აქ იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნებით და თუ წინაკვირების პრაქტიკას გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ დაახლოებით მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში და მანძილზე აქ უფრო მეტი ადამიანი მოვა, აქ ელოდებიან მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც ამ წუთებში 7 საათის შემდეგ შეკრებილები არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც. მოქალაქეები ყოველდღე გამოდიან ქუჩაში მთელი საქართველოს მასშტაბით და მიუხედავად იმ რეპრესიებისა, რომელიც ახალ ტალღასაც ყოველდღიურად ახალ ეტაპზე გადაჰყავს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ეს არ აშინებს ამ ადამიანებს და ფაქტია, რომ ეს რეპრესიული მეთოდები მათზე არ მოქმედებს. შეგვიძლია რომ ჩვენ სტუმრებთან ერთად განვაგრძოთ პირდაპირ ეთერში საუბარი. ნანკა კალატოზიშვილს ვთხოვ, რომ მასთან გადავიდე კითხვით პირდაპირ ეთერში. ნანკა, რამდენად მოქმედებს აი თქვენზე, როგორც ერთ მოქალაქეზე ის რეპრესიული კანონები, რომელსაც კიდევ უფრო რეპრესიულს და მკაცრს ხდის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არალეგიტიმური რეჟიმი? და ვერ ვიმახსოვრებ ისეთ სიჩქარით და ისეთი რაოდენობით იღებენ კანონებს, რომ რაღაც რომ დაარღვია, შეიძლება ვერც მიხვდე რა დაარღვია და არც იცოდე რა დაარღვია მათი მიღებული კანონების მიხედვით და ჩემმა ნახმობელმა დაუსვა ხელოვნური ინტელექტს კითხვა, რა კანონებს იღებენ დიქტატორული რეჟიმები, როცა ცდილობენ სამართლიანი პროტესტის ჩახშობას. საჯარო შეკრების შეზღუდვა არის პროტესტის, საბოტაჟი და ექსტრემიზმის კანონები ნებისმიერი პროტესტი გამოაცხადოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერება, მკაცრი სასჯელები მშვიდობიანი პროტესტისთვის, ანუ რამე ხო არ გეცნობათ შემთხვევით. არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების ჩახშობა, ეკონომიკური და სოციალური ზეწოლა და მოკლედ მთელი ამბავი არის. ChatGPT-ს ალბათ არ კითხეს, იმიტომ რომ პირდაპირ რუსული კალკით აქვს გადმოტანილი და რუსეთის მოქალაქეც კი გაოგნებული იყო და იძახდა აქ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს კანონები 10 და 12 წელზე იყო გაწეული. ნელ-ნელა ხდებოდა. თქვენთან კატასტროფული სისწრაფით იღებენ ამ კანონებს და ძალიან აჩქარებულია დრო. ხო და რა ვიცი, რა გითხრათ? მე ვიცი ერთადერთი, რომ ამ რეჟიმის ტყვეები არიან გარეთ დარჩენილი ადამიანების იმედად. ამიტომ არანაირი არ ვიცი, შიშმა დაკარგა აზრი, მოკლედ რაღაცნაირად შიშის ფაქტორი დაკარგული არის თითქოს, რა გადატეხილია. რაც არ იღებენ კანონებს, მაგრამ ეს მომენტი რაღაცნაირად თითქოს გადატყდა და ამას ვერ იტანენ და ვერ უძლებენ და იგონებენ ახალ კანონებს. დიდი მადლობა. მე ავირია უკვე იმდენი მოიგონეს. ნანკა კალატოზიშვილს უსმენთ პირდაპირ ეთერში, ეკადემეტრაძესაც ვთხოვ, რომ მასაც გავესაუბროთ პირდაპირ ეთერში, მანამდე შეგახსენებთ, რომ ნანკაც, ეკაც და სხვა მისი კოლეგები ვასო აბაშიძის ახალი თეატრიდან ჩადიან რეგიონებში და საკუთარი საპროტესტო მანიფესტი ჩააქვთ თითოეულ მოქალაქემდე. ეკა, კითხავთ რეგიონებში არსებულ განწყობას, ეს ისედაც ცნობილია ჩვენი მაყურებლისთვის, თუმცა რადგან უშუალოდ გიწევთ მათთან კომუნიკაცია, მათთან საუბარი, რა განწყობაა დედაქალაქის გარეთ რეგიონებში? პირველ რიგში დავიწყებ იქედან, რომ ჩვენ ეს მანიფესტი არის ერთგვარი პლატფორმა იმისათვის, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ადამიანებმა, ხელოვანებმა და თუ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა თავიანთ პრობლემებზე, თავიანთ ტკივილებზე, სურვილებზე და მოთხოვნებზე ისაუბრონ. ამით არის ჩემთვის პირადად და ვფიქრობ იმ თითოეული მაცხოვრებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აუცილებელია დღეს საქართველოში ისმოდეს ყველას ხმა და აუცილებელია რომ ქართულმა ხალხმა გავიაზროთ და კარგად დავინახოთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვაერთიანებს, რაც არ უნდა განსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან და სხვადასხვა შეხედულებები ან გემოვნებები გქონდეს, არის უამრავი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და მნიშვნელოვანია ეს ერთმანეთს გავუზიაროთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და გავაგონოთ მთელ დანარჩენ საქართველოს, რომ ჩვენ უფრო მეტად ვართ
ერთნაირები და უფრო მეტად ერთად ვართ, ვიდრე ის, რასაც ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ თითქოს ჩვენ არ შეგვიძლია ერთად დგომა, თითქოს ჩვენ განსხვავდებით ერთმანეთისგან, ან თითქოს ჩვენ ვართ პოლარიზებულები. ამ პოლარიზაციას ცდილობს მხოლოდ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. ჩვენი მიზანი არის, რომ ეს არ გამოუვიდეთ მათ, იმიტომ რომ დღეს ქართველ ხალხს აერთიანებს ძალიან ბევრი რამე და პირველ რიგში უსამართლობა, როგორც თქვა ლაშა ჩხომიანმა და აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ უსამართლობას წინ აღვდგეთ და ვიყოთ ხმამაღალები რომ გავაგონოთ ყველას ხმა. დიდი მადლობა ბაჩო ქაჯაიასაც ვთხოვ, მასაც ვკითხავ პირდაპირ ეთერში ბაჩო, ვკითხავთ თქვენი შეფასებით რაზე მეტყველებს რეჟიმის ის მდგომარეობა, როცა პროტესტის მონაწილეების საწინააღმდეგოდ ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს არის რეპრესიების კიდევ უფრო გაზრდა და ზეწოლა სხვადასხვა მეთოდებით საკუთარ მოქალაქეებს. ხო, ეს ხო ავტორიტარული რეჟიმების პირდაპირ სცენარია. ეს ახალი რაღაცა არ მოუგონიათ და ფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივ, რა ვიცი, მოსალოდნელი ამბავი იყო რა. ჩვეულებრივად მოსალოდნელი ამბავი იყო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაცა იმ ზღვარზე, რომელიც არის გასავლელი, უნდა გავიაროთ და საბოლოო ჯამში შიში, რომელიც მათ აქვთ და რყევები, რომელსაც ჩვენ ზუსტად ამ კანონების მიღებით ვხედავთ, პირადად ჩემთვის ეს მანიშნებელია ამ რყევის. ჩვენ უნდა ჩვენი თავისუფალი ნებით ის პროტესტი, რომელსაც გამოვხატავთ, ვისი უფლებაც გვაქვს, საბოლოო ჯამში უნდა გამოვხატოთ და მივიღებთ საბოლოო ჯამში შედეგს. დიდი მადლობა ბაჩო ქაჯაიას უსმენთ პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ იმას, რომ ცოტა ხნის წინ, ამდენიმე დღის წინ თბილისი მოლთან სტრატეგიული მაგისტრალის გადაკეტვის მცდელობისთვის 8 პირის წინააღმდეგ დაიწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა, მათ შორის იყო ვასილ ელიავაც, რომელსაც შეგვიძლია პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ. ვასილ, კითხავთ, რაზე მეტყველებს ის აბსურდული ამბავი, რაც ვნახეთ, ჯერ ადმინისტრაციული წესით დაკავება, შემდეგ სისხლის სამართლის წესით დაკავება და საბოლოოდ უკვე გირაოთი გათავისუფლება. ეს ყველაფერი მეტყველებს პანიკურ შიშზე, რომელიც აქვს რეჟიმს და ეხლა აქ რაც ხდება, ესეც იმის დამადასტურებელია, რომ რეჟიმს ეშინია პროტესტის, ყველანაირად ცდილობენ პროტესტის შახშობას. ჩემი პატიმრობა არ არის, კი რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი, მაგრამ არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მზიამაღლობელი შიმშილობა, ბათუმელი მეტროში შიმშილობა და იმ ბიჭების ციხეში ყოფნა, რომლებიც უკვე მე რამდენი კვირაა, უკვე მე რამდენი თვეა ციხეში ზიან, ბევრს მიუსაჯეს კიდეც. მე მინდა უბრალოდ გითხრათ, უთხრა ყველას, რომ შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ყველანი უნდა ვიყოთ რუსთაველზე, ყველანი უნდა ვიყოთ პროტესტის პირობებში, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ ჩვენ და ჩვენს ქვეყანას არ გვაქვს. მე აქ ვარ როგორც ერთი უბრალო აქტივისტი და ვაგრძელებ პროტესტს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში, სადაც დავჭირდები საქართველოს, ჩემს ქვეყანას, იქ ვიქნები ყოველთვის. მადლობა დიდი. დიდი მადლობა ვასილ ელიავას უსმენთ პირდაპირ ეთერში. ვთხოვ ოპერატორს გაჩვენოთ კადრი, რომ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე გადაიკეტა, მოქალაქეებმა გადაინაცვლეს უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, კიდევ უფრო მეტი ადამიანის შემოუერთება აქ მყოფ მოქალაქეებს და არ იცვლება არც მათი მოთხოვნები, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა, რაც არ უნდა რეპრესიული კანონები მიიღოს ყოველდღიურად ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა, მოქალაქეებზე ეს არ მოქმედებს და ამბობენ, რომ ბრძოლას გამარჯვებამდე გააგრძელებენ.